თქვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს, დღეს 6 აპრილია შაბათი, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გადაცნობთ. მოგესალმებით. ბოშერსტონი ოფშორში ივანიშვილისაა, თუმცა დეკლარაციაში დამალა საერთაშორისო მედია კორპორაცია ეჭობს, რომ კომპანია ფულს რეცხავს. ოფშორთან კავშირის პრემიერი არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ დღეს ინტერესი იქ აღარ აქვს. ფულის რეცხვაზე ჩდება ეჭვი ქობულეთში, სადაც ალდაგის კლინიკა ექიმებს 5-ჯერ მეტს უწერდა ხელფასს, ვიდრე აძლევდა. კომპანია ამბობს, რომ შეეშალა, ექიმები კი ამ დროს სოციალურ დახმარებას იღებდნენ, რაც უკვე მთავრობას შეეშალა. ათასობით საჩივარზე რომ კომპანიები წაართვეს რეაგირებას ბიზნესმენები მეხუთე თვეა ელიან, მხოლოდ ქართულ ბანკის საქმეა, რომელსაც პროკურატურა ბოლომდე მიჰყვა. რა პასუხი აქვს სხვებისთვის? გაზეთი გარდიანი მხოლოდ პირველი იყო მასალა საქართველოს პრემიერის საიდუმლო კომპანიაზე ოფშორში. ვაშინგტონ პოსტიც გამოაქვეყნებს და BBC-ც აცხადებს გაუმძიმებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპორაცია. მსოფლიოს მასშტაბით ჩინოსანთა სიას, რომელთაც საიდუმლო კომპანიები აქვთ ორგანიზაციის შეფასებით, ოფშორებში ეს არის ICIJ კორპორაცია, რომელიც 15 წელი სწავლობდა. და აკაკი ამ სიაში ფრანსუა ოლანდის საარჩევნო შტაბის მთავარი ხაზინადარიც არის ტაილანდის ყოფილი პირველი ლედიც, ფილიპინების ასევე ყოფილი დიქტატორის ქალიშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც თავისი ოჯახის წევრებით ვართ. ICIJ მიიჩნევს, რომ მათ ოფშორული კომპანიები ტიპიური ფულის სარეცხი მანქანებია. ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მე ინტერნეტით დაუკავშირდი. ამ პროექტის წყალობით გამოაშკარავდა მილიონობით საიდუმლო დოკუმენტი და ის ჩინოსნების, რომელთა სახელიც ოფშორულ კომპანიებში იმალებოდა. პროექტში მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა და ასობით გამომძიებელი ჟურნალისტი იყო ჩართული. რა აღმოაჩინეთ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში? ყველაზე საინტერესო სახელი საქართველოსთან მიმართებით პრემიერი ივანიშვილია, რომელმაც 2006 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კორპორაცია Boscherston Overseas დაარეგისტრირა. თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში ის არ მიუთითა. პრემიერის ოფისმა ჩვენს შეკითხვას დიდხანს არ უპასუხა, ბოლოს კი მოგწერეს, რომ 2011-2012 წლებში კომპანია Boscherston-ი არ იყო აქტიური და ამდენად პრემიერი არ იყო ვალდებული ის ქონებრივ დეკლარაციაში მიეთითებინა. ანუ მათ არ უარყვეს პრემიერის მონაწილეობა ამ კომპანიაში. და ახლა რა სტატუსი აქვს კომპანიას? კომპანია ჯერ კიდევ აქტიურია. ჩვენ ეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დავადასტურეთ. სულ ბოლოს რეგისტრაცია მან 2012 წლის ოქტომბერში განაახლა. მაშინ როცა საქართველოში არჩევნები იყო. თუმცა უცნობია რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის ბენეფიციარ მესაკუთრედ. 2006 წელს კი სწორედ მან დააფუძნა ეს კომპანია. რეგისტრატორი კი პანამური კუზნეცკი ენდ კომპანია იყო, რომელიც კვიპროსის საპენსიო ფონდებიდან $20 მილიონი მოპარვაშიც ფიგურირებს. ვიცით რა საქმიანობდა ივანიშვილის კომპანია? არადასწორად ეს არის პრობლემა. ძალიან ბევრი კომპანია აღმოვაჩინეთ მთელ მსოფლიოში, რომლებიც არ ფიგურირებენ არანაირ გარიგებაში, არც პრივატიზაციის პროცესში, არც ბიზნესებს ფლობენ სხვა ქვეყანაში, მაგრამ იმავდროულად არიან აქტიური იურიდიული სუბიექტები. ამ კომპანიების უკან ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები დგანან. ვერ გეტყვით, რაში დასჭირდა ივანიშვილს კონკრეტულად Boscherston-ი, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, ზოგადად რაში იყენებენ ხოლმე მსგავს კომპანიებს. ესაა ფულის გათეთრება, ქონების დამალვა და გადასახედებისგან თავის არიდება. კონდა თუ არა მსგავსი კომპანიები სხვა ქართულ პოლიტიკოსებს, მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილს? თავად სააკაშვილის სახელზე ოფშორული კომპანიები ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა საიდუმლო კომპანიები აქვთ ბიზნესმენებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მასთან. კერძოდ რევაზ შარანგია და ლევან ყარამანაშვილი. საიდუმლო კომპანიები აქვს ივანე ჩხარტიშვილსაც. ერთი კომპანია შარანგიასთან ერთად აქვს დარეგისტრირებული 2008 წელს. რა გამოხმაურება ექნება ამ პროექტს მსოფლიო მედიაში? ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია და მონაცემდა ბაზა, რომელსაც ის ეყრდნობა ოფშორებში 15 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება BBC-სთან, Guardian-თან და Washington Post-თან, რომ ჩვენს მასალებს გამოაქვეყნებენ. ინვესტორთა უმეტესობა საქართველოში ხშირად სწორედ ოფშორული კომპანია იყო და შესაბამისად მათი მფლობელის დადგენა შეუძლებელი ხდებოდა. თემის აქტუალურობის მიუხედავად მისი მცოდნე აქ ცოტაა და მათ შორის ერთი მათიას უტელია. ზოგადად პოლიტიკოსებიც და ბიზნესმენებიც ოფშორულ კომპანიებს საკუთარი აქტივების დასაცავად იყენებენ.
მაგალითად, თუ კი ქონება სადავოა, ან არის საფრთხე, რომ პოლიტიკური ცვლილების შედეგად აქტივები წაართვან. ოფშორების მეშვეობით რეალურ მფლობელებს მალავს ბევრი ქართული კომპანიაც, მაგალითად Georgian Water and Power-ი, ასევე Gulf-იც, რომელიც დელავერის შტატშია დარეგისტრირებული, სადაც კომპანიის დაფუძნებას არანაირი დოკუმენტაცია არ სჭირდება, განსხვავებით იგივე ბელიზისა და ვირჯინიის კუნძულებისაგან. ოფშორი არ დაჭირვებია ალდა GBCI-ს, რომ საეჭვო სქემა განეხორციელებინა, რომელიც ასევე ძალიან გავს ფულის გარეცხვას. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში თავისი კლინიკის პერსონალს კომპანია მინიმუმ 5 ჯერ ნაკლებ ხელფას აძლევდა, ვიდრე ოფიციალურ საბუთებში უწერდა. ალდა აცხადებს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო. სახელმწიფო განაცემების დეკლარირებისას მოხდა ტექნიკური პროგრამული ხარვეზი, ეს პრობლემა ამ წუთას სრულად აღმოფხრილია. აღნიშნული პერიოდისათვის თითოეულ თანამშრომელს დარიცხული ხელფასის ოდენობა ერიცხებოდა სწორად. რაოდენობას ეხება? იცით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 5 თანამშრომელია. 5 თანამშრომელია მხოლოდ? 100-ზე მეტი თანამშრომელი დასახელდა. არ მაქვს მე ამის შესახებ ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ჩვენიც მოგუმართა გასწორდა. კომპანიის თავის მართლების მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს სქემა ფინანსური პოლიციის გამოსაძიებელია, თუმცა ფინანსურ პოლიციაში გვაცნობს, რომ გამოძიებას არ აპირებენ. თუ მათ არ მიუღიათ შემოსავლების შესაბამისი, უნდა მოგმართონ ჩვენ და შესაბამისად ჩვენ შემდეგ მაკონტროლებელ ორგანოებს, საგამოძიებო ორგანოებს გადავცემთ ინფორმაციას, რომ პიროვნება ამბობს, რომ მას თანხები არ მიუღია და მას თანხები ერიცხებოდა ან რაღაც შემოსავლები უფიქსირდებოდა. თავის მხრივ სკანდალის სინამდვილეში მეორეს მოხვა, კერძოდ სოციალურად დაუცველ პირთა სიების გადამოწმება მაჩვენა, რომ ალდაგის კონტრაქტორი ასამდე მედიკოსი ხელფასთან ერთად სოციალურ დახმარებასაც იღებდა. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფინანსური დახმარებების სისტემა შესაძლებელია სიაკი გადასახედი. ძირითადში შეიძლება ითქვას, რომ სწორად ასახავს, მაგრამ არის ბევრი ელემენტები, რომლებიც დასახვეწია, რა თქმა უნდა, და ეს მეთოდიკა ზოგადად შესაძლებელი არის, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი გავიდა, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, მე არაა საუბარი არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ ცვლილებაზე. ზოგადად ეკონომიკური სიტუაციაც შეიცვლება ქვეყანაში, თქვათ იჯდება პენსიები, თქვათ ხელფასის საშუალო დონე იცვლება ქვეყანაში, საარსებო მინიმუმი იცვლება, შესაბამისი ცვლილებებიც რაღაც პერიოდულად უნდა განხორციელდეს. ამ სისტემა შეიცვლება, ამჟამად უამრავი ადამიანი, რომელიც მართლა იმსახურებს გადაუდებელ სოციალურ დახმარებას, ვერ იღებს და არც ისიც ის ვის მიმართოს, საშუალად მათ შორისაა 56 წლის უსინათლო თევდორე მაღალდაძე, საგარეჯოში უმუშევარი მეუღლითა და სკოლის მოსწავლე შვილით, ცნობამ, რომ ალდაგის კონტრაქტორი კლინიკის მუშაკები სოციალურ შემწეობას იღებდნენ, უსამართლობის განცდა მას კიდევ უფრო გაუმძაფრა. დათვლილია დღეები დეთვალოთ ვაღარ. თედო მაღალდაძემ მხედველობა 6 წლის წინ მძიმე ავადმყოფობის შედეგად დაკარგა და 50 წლის ასაკში სამსახურის გარეშეც დარჩა. მეუღლე უმუშევარია, შვილი მე-12 კლასელი. ოჯახი მოხუცი ბებიის 125 ლარიანი პენსიით ცხოვრობს. სოციალური დახმარება მთელ ოჯახს ჰქონდა, მაგრამ მე ვიღაცამ საჩივარი შეიტანა ჩვენზე, რომ ვითომ ჩემი მეუღლე მუშაობს და მოვიდნენ სოციალურიდან 2 ქალბატონი და შეგვიწყდეს სულ ყველას დახმარება. ახალი სიები მოვიდა დარახარიფსიაში. ოჯახი რაიონული სოცზრუნველყოფის თანამშრომლებს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ციცინო გოგნიაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტები სახელმწიფოს დახმარებას არა რეალური მდგომარეობის, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად ანაწილებენ. ქულები დაარიგეს, ზეთები დაარიგეს, პესოგი დაარიგეს და მას გრამი არაფერი არ მისცეს. იყვნენ საგარეჯოდან მოსულები შეგვამოწმეს სიღარიბის ზღვარზე. შენ როგორ არა გაქვს დახმარებაო? ამისი ძმის ცოლისა, ძმისშვილი ეს გოგო და იმის გულისი ზუბი ჩემთან. ვერ არიან კარგად ისინი, მე რა დავაშავე. აი ცხოვრება თუ შეიძლება, რიდი გააკეთო შვილო. ბავშვი მე-12 კლასელი. იმას არ უნდა მოითხოვო. და ამას არ ეკუთვნის დახმარება და ისეთებს რომ საკუთარი ოროლი ფირმა მანქანები, გრუზავიკები ტყეში დადიან, ბავშვს ტყით სარგებლობენ და ამას არ ეკუთვნის. ერთი თვე მისცემენ, სამი თვე არ მისცემენ, ხუთი თვე მისცემენ, მერე ხუთი თვე აღარ მისცემენ და აი ესე ამაიმუნებენ.
პირველი ჯგუფის ინვალიდს თავზე 2 უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული და მუდმივი მკურნალობა სჭირდება. თუმცა წამლის ყიდვას ვერ ახერხებს. ოპერაციებიდან სითხე გამომდის, აი გვერდშიც და იქაც. წამალს ვისვი გამიცავდა წამალი და მოდის და მოდის სითხე. პურის ყიდვა რო გვიჭირი საჭმელზე რაღა ვილაპარაკო. აბა წამოიყენა ბიჭი და მამამიშია. როგორია ასე ვართ ძალიან გაჭირებულები. რაიონში მრავალჯერ ჩივილის მიუხედავად მაღალდაძეებმა ვერაფერს მიაღწიეს. თვეში 30 ლარის დანიშნის იმედით უსინათლო თედო მაღალდაძე ჯანდაცვის სამინისტროში მისვლას და საქმის ადგილზე გარკვევას შეეცდება. სოფლის დახმარების მასშტაბური პროგრამა, რომელიც უკვე 1 კვირაა დაიწყო, უკვე პრობლემას აწყდება. იაფი აგროსესხების გასაცემად მთავრობა საკრედიტო განაკვეთსაც აფინანსებს და ბანკსაც აზღვევს ფულის არ დაბრუნებისგან, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ სესხის აღება მაინც თითქმის შეუძლებელია, იმდენად ართულებენ ბანკების საჭირო პროცედურებს. ესია ჩვენი ცხოვრება, წვალება, წამება და მერე არაფერი. 2012 წლის შემოდგომა სოფელ მუხათის მცხოვრებთათვის ზარალიანი გამოდგა. სოფელში ძირითადად თავს მეფრინველეობით ირჩენენ. გასული წლის სექტემბერში საქართველოში გავრცელებული ჭირის გამო კი ფრინველი ყველა ოჯახს დაეხოცა. აი ახლა შართან რამდენი ზარალი ვნახე, 60 წელიწადები ხოცა. მე 7853 ხოცა. თქვენი რა 2000 ჩვენი იყო. გოგიტას დაეხოცა. ჩერშვილს დაეხოცა 15000 წიწილად დაეხოცა. მაგის გულისთვის სახლი გავხდება რა. დაზარალებულ გლეხებს შორის მანანა ადუაშვილიც აღმოჩნდა, რომელსაც გასულ წელს ქათმის ჭირმა 25000 ფრინველი დაუხოცა და 10 წლის მანძილზე წვალებით აწყობილი საქმე წყალში ჩაეყარა. მანანა ფრინველის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას ისევ ბიზნესში აბანდებდა და ფერმას აფართოვებდა. წელს კი საკუთარი ინკუბატორისა და სასაკლაოს გაკეთებასაც აპირებდა. დავიწყე 500 ფრთით. ავედი 25000 ფრთაზე. რაღაცა სახსრებით დახმარებით ამით იმით მივახციე ამდენს. 2012 წელში გაჩნდა ჭირი. და დამეხოცა 25000 ფრინველი. რის გამოც დამრჩა ეს ამდენი ის გასაკეთებელი და დღეს დავრჩი ისე რომ არანაირი სახსრები არ მაქვს რომ გავაკეთო და მივყო ჩემს საქმიანობას ხელი. მანნას ერთადერთი იმედი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი იყო. ბიზნეს გეგმა შეადგინა და კრედიტის ასაღებად VTB ბანკს მიმართა. აქ ნაჩვენებია 5000 წიწილაზე, 5000 წიწილის ფასი მითითებულია მთლიანობაში რა ჯდება 5000 წიწილა, მისი კვება პირველი დღიდან არის აცრები, გათბობა, სინათლე და ყველა წვრილმანი, რაც საჭიროა. რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ ფერმერმა ბანკისგან კრედიტის გაცემაზე უარი მიიღო. ბანკისგან ვითხოვდით 63000 ლარს, რითიც ოღონდ ეტაპობრივად, არაერთიანად, იმიტომ რომ ეს თანხა ერთიანად არ გვჭირდებოდა, რითიც გამოვიყვანდი წიწილს, დავამთავრებდი შენობებს და შემდეგ ბოლოს შემოვიტანდი ინკუბატორს. რო კითხვა დავსვი ბანკთან, თუ რატომ მეუბნები თუ არს, ასეთი პასუხი გამცეს. იმიტომ რომ ბიზნესთან ჰქონდათ პრობლემები. რას ნიშნავს დაგეხოცათ ქათამი და ქათამი არ დამეხოცა უვიცობით და არ დამეხოცა მოულველობით, დამეხოცა ჭირის გამო. მანნა გაჩერებას არაპირებს და ბიზნეს გეგმის წარდგენას სხვა ბანკებშიც გეგმავს. ამბობს, რომ ფრინველის რეალიზაცია არ უჭირს და მუდმივი კლიენტები დღესაც ურეკავენ. თუ ბანკიდან კრედიტის აღება შეძლო, მის დაფარვას მაქსიმუმ 2 წელში გეგმავს. მომავალში კი ფორს-მაჟორული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ბიზნესის დაზღვევას აპირებს. ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთება ამ თემაზე საუბარში, თუმცა მოდით მანამდე ბანკების პოზიცია მოვისმინოთ, ისინი მიიჩნევენ, რომ პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. განაცხადები ყველანაირ თანხაზე გვაქვს, როგორც მაქსიმუმი, ასე ქვედა ლიმიტის ფარგლებში თანხებზე. ანუ როგორც წეგან აღნიშნე, ძალიან ფართო ინტერესია, ანუ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი სიდიდის ფერმერი ინტერესდება ამ პროექტით. და ანუ ყველანაირ თანხაზე მოდის განაცხადი ჩვენ. კონკრეტულად ეს ფურცელზე ჩამოყალიბებული გეგმის წარმოდგენას არ ვითხოვთ, თავარია თვითონ ფერმერს კონდეს იდეა, კარგად ჩამოყალიბებული რისი გაკეთება უნდა და მოაზრებული კონდეს, რას მოიტანს ეს პროექტი, ეს გეგმა მისთვის. ეს სესხები არ გადის სტანდარტული პროცედურებით. შესაბამისად, გირაოს მოთხოვნები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შემცირებული. ვინაიდან სამინისტროს მხრიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ამ პროექტის ფარგლებში
მეორე კომპონენტში მოხდება გირაოს ნაწილის 33%-ის სახით დადეპოზიტება ჩვენ ანგარიშზე. ანუ პრაქტიკულად სამინისტრო გამოდის ესე იგი სამინისტრო გამოდის უზრუნველყოფის სახით 33%-ს სეს უზრუნველყოფს თავისი სახსრებით. 100% განაკვეთი როგორც ყოველთვის ცნობილი არის ფიქსირებული და ეს მერყევს 1%-დან და მაქსიმალური პროცენტი არის 8, რაც შეეხება თქო გაცემის საკომისიოს ნაწილს, ისიც იდენტურად არის ფიქსირებული და 0.2%-ით არის განსაზღვრული ყველა ამ პროდუქტზე. უზრუნველყოფის ნაწილთან დაკავშირებით იყო ხშირად დასმული კითხვა, რომ თქო რეგიონებში მიწის ნაკვეთების შეფასებას ბანკით როგორ მიუდგება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბანკი მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეფასების ნაწილი იქნეს უფრო ბევრად მოქნილი. ახლა ნინო ზამბახიძესაც მოვუსმინოთ, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც აერთიანებს თქვენ შემისწორეთ უცდების 700 ფერმას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ასოციაცია, რომელიც თქვა პრობლემატიკას გაუკეთებს, თქვა კოორდინაციას. რა არის ის პრობლემები, რომელსაც თავი იჩინა თქვენ ფერმერთა შორის, ან იქნებ თქვენი პირადი გამოცდილება როგორია ამ პროგრამასთან მიმართებით? მოგესალმებით, აკაკი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულობით წლები არის უკვე სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდის და ფერმერები ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. ძალიან კარგი წამოწყება იყო ხელისუფლების მხრიდან აგროსესხებთან დაკავშირებით. ცნობილი ალბათ თქვენთვის და განსაკუთრებით ფერმერებისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არის სამი კომპონენტი. პირველი არის 5000 ლარიანი, მეორე არის რაც უპროცენტო განვადებას გულისხმობს, მეორე არის 5000 ლარიდან 100000 ლარამდე, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფაში უდგება ფერმერს და მესამე კომპონენტი არის უკვე 300.000-დან მილიონ ლარამდე. რამდენმა თქვენმა წევრმა აიღო, თქვა აი დაახლოებით 10 დღე გავიდა. ამ ეტაპზე ვერც ერთმა და მიზეზი რა არის ძირითად შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ არ არის ჯერ კიდევ კარგად ჩამოყალიბებული მოთხოვნები თვითონ შიდა ბანკში რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი. მე ვფიქრობ და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ არ შეიძლება ბანკი მიუდგეს ჩვეულებრივ ფერმერს, მცირე მეწარმეს, ისევე როგორც შეიძლება ეს იყოს განხილული სხვა ბიზნესის ჭრილში. თუმცა მოვისმენთ აი ბანკის შეფასება და ეს მათ თქვენს რომ არ უდგებიან ისინი ფერმერებს და ამ პროგრამაში მონაწილეებს როგორც ჩვეულებრივ ტიპიურ კლიენტს, მით უმეტეს რომ აი შუა სეგმენტში რომელზეც ყველაზე მეტი ვთქვათ მოთხოვნა სესხის მოცულობიდან გამომდინარე 33%-ს უზრუნველყოფის, ანუ იპოთეკის თუ გირაოსი ნაღდი ფულით ადეპოზიტებს, ანუ დებს გარანტიად ანგარიშზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამაზეც მინდა მოგახსენოთ ერთი რამ მე დარწმუნებული არ ვარ და შეიძლება ესეც არის, რომ ბანკებში ეს ინფორმაცია იცვლება. რას გულისხმობ ახლა აი ამ მიმართულებით? ჩვენთვის როგორც ცნობილი არის და როგორც ცნობილი გახდა ბოლო დროს ბანკებს შორის არის კონკურენცია. ბანკები აპირებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა ყველა კომპონენტში. არ იქნა გაჟღერებული რამდენ წლიანია ზოგადად ეს პროექტი. ეს არის ერთწლიანი და ფერმერმა სწრაფად უნდა შეიტანოს განაცხადი, რომ მოხდეს ამ პროექტში, თუ ეს არის ორწლიანი და უფრო გრძელვადაში გაწერილი პროექტი. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მაფიქრებს, არის ის, რომ თუ კონკურენცია მიმდინარეობს და ბანკთა შორის ინფორმაციის გაცვლა ალბათ არსებობს და ერთ და იგივე რეგიონში შეაქვს განაცხადი 2 და 3 ფერმერს, იმის გამო რომ არ არსებობს ქვეყანაში ბაზრის კვლევა და ჩვენ არ აქვს ინფორმაცია რა არის შიდა წილი ამა თუ იმ კომპონენტის ექსპორტის წილი, შიდა მოხმარება, ზოგადად რა პროდუქციის წარმოების საშუალება გვაქვს და რისი მოხმარების საშუალება გვაქვს. ჩვენ არ არსებობს ესეთი ბაზრის კვლევა. ამ შემთხვევაში როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ ბანკები? აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. და თქვენ გაქვთ ამ ასოციაციას ესეთი კვლევა, თქვენ სხვა გჭირდებათ ბანკებს რომ თავი გავანებოთ. ალბათ თუ კარგად ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, ეს არ არის განახლებადი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. აი ჩვენ ხომ ნახეთ ერთი სიუჟეტი, ქათმის წარმოება. დიახ. და მეხორცეული ჯიშების არის თუ არა პერსპექტიული? რა თქმა უნდა არის პერსპექტიული, მე ვიცნობ ქალბატონ მანანას და ვიცი მისი პრობლემების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბანკი როცა პასუხს წემს მას კონკრეტულ მაგალითზე, რომ ეს არის მაღალი რისკის, ვეთანხმები, რომ ეს არის მაღალი რისკის. ეს არის სოფლის მეურნეობა. ისევე მაღალი რისკის მქონე არის, როგორც სესხს რომ ადამიანი იღებს ბანკში, აქვს გარკვეული პროცენტი, რომ გარდაიცვალოს, ხო? ამაზე ვთანხმდებით. მაშინ
უნდა ჩაერთოს სადაზღვეო მექანიზმი, რომელიც ამ რისკებს ასე თუ ისე დამატებით იმისგან, რასაც თქვა სახელმწიფო, თქვა აძლევს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მე კარგად მინდა გავამახვილო ყურადღება. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის კარგი ინიციატივა, თუმცა სახელმწიფო არ შედის თავი ფულის რისკში. ეს არის შედის სუბსიდიის, პროცენტის სუბსიდირებას აკეთებს. ესე იგი, ისევ ბანკებს უწევთ თავიანთი ძირითადი თანხის გადინება და ცდილობენ, რომ ეს იყოს ძალიან თქვა დაცული მათთვის, რომ არ მოხდეს ამ თანხების ამოუღებელობა, რასაც ერთი მხრივ ჩვენ გახსოვს რომ თქვა, როდესაც სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობდით ჩვენს წინა გადაცემებში, ყველა ფერმერი ამბობდა რომ ბანკი რისკებს გაცილებით მაღლა აფასებდა, ვიდრე ეს რეალურად იყო, იმის გამო რომ თქვა სოფლის მეურნეობა მათთვის ერთგვარად თეთრი ხვრელი იყო და არ იცოდნენ თქვა როგორ უნდა გადაეფასებინათ ეს რისკები და უფრო მეც ითხოვდნენ თქვა იგივე გირავნობაში, უფრო მეტ იპოთეკით ტვირთავდნენ არა მარტო თქვა იმ მიწას, არამედ ბინას თბილისში და ასე შემდეგ და ეხლა როდესაც 66% ისევ რჩება ბანკის რისკი ასე ვთქვათ, ანუ ბანკმა თავისი ფული უნდა გაარისკოს. ხომ არ შექმნის ეს იმ სიტუაციას, რომ ბანკები ისევ ძალიან ფრთხილები იქნებიან აგროკრედიტების მიმართ. გეთანხმებით, იმიტომ რომ შევთანხმდეთ ერთ ფაქტზე, რომ რესურსები იგივე განათლების კუთხით რამოდენიმე წელი არის ვთქვათ არ განახლებულა, ხომ? არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია. იგივე იქნება მიდგომა ბანკი შეიძლება ეხლა უფრო მკაცრი იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაკადი მივა ბანკთან. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ფერმერს ეს იქნებოდა თვითმყოფადი ოჯახი, თუ ეს იქნებოდა წვრილი და საშუალო მემამულე ფერმერი, ასე ვთქვათ, არ ექნებოდა საშუალება რომ გადაიხადა 36%, იმიტომ რომ ვთქვათ უზრუნველყოფას ვერ ახდენდა, თუ ექნება ახლა საშუალება რომ აიღოს 3 ან 8%-იანი სესხი, მაგრამ იმ უზრუნველყოფას ისევ ვერ შეძლებს რომ ბანკს ჩაუდოს იპოთეკაში. მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ჩემ პირად მაგალითებზე ლაპარაკი, თუმცა ჩემ შემთხვევაშიც არის ესეთი მომენტი, როცა მე მაქვს ვთქვათ 5 გექტარი ვაშლის ბაღი გაშენებული, გექტრის გაშენება ხდება 40-დან 45,000 ლარამდე და იყო არ მინდა კონკრეტულად ბანკებზე ვისაუბრო და რომელიმე ბანკი დავასახელო, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ჩაიდებოდა იმ შემთხვევაში ბანკის უზრუნველყოფაში, თუ ბანკის მიწის ნომინალური ღირებულება 650 ლარი იქნებოდა. ანუ ხო ხვდებით რაზე გვაქვს საუბარი? ჩვენ ისე ვუდგებით 80 ჯერ ნაკლები თითქმის. უდგებით ძალიან კრიტიკულად და ჩვენ თუ დავიწყებთ იმის განსაზღვრას, რა აქტივების მქონე არის დღეს ფერმერი, მაშინ პროგრამა არ იმუშავებს. თუმცა კი მე მიმაჩნია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ აქ ჩაერთვება და შეიძლება 1-2%-ით მოიმატოს თქვათ ესე ვთქვათ გადასახდელმა პროცენტმა თუ ჩაერთვება სადაზღვეო მექანიზმი, რაც უფრო გაუიოლებს სახელმწიფოსაც, ბანკსაც და ფერმერსაც სესხის აღებას. კეთილი, დიდი მადლობა, თუმცა დავძინო სადაზღვეობიც კრიტიკული თვალით უყურებენ აგროსფეროს და შეიძლება 1-2% კი არა მაცლებით მეტი იყო თუ ზრდა თუ კი ჩაერთვებიან. ჰიდროინჟინერი იოსებ ნარჩემაშვილი იაფსესხს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ფერმერი არ არის, თუმცა სწორედ აგროსფეროსთვის მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება აქვს აღმართში წყლის ასაკაჩი მოწყობილობა, რომელსაც ენერგიის წყარო არ ჭირდება. ამ იდეაზე კაცობრიობა საუკუნეებია უშედეგოდ მუშაობს, ჩვენთან კი უკვე არის და სულ 2000 ლარამდე ჭდება. ეს არის ჰიდრავლიკურ დარტყმაზე მომუშავე წყლის საკაჩი ტუმბო. ამდანად შეუძლია აწიოს წყალი ყოველგვარი საწვავის გარეშე, საწვავს საფოხის ელექტროენერგიის გარეშე შეუძლია იმუშაოს, როგორც ახლა მუშაობს. იმისათვის რომ დანადგარმა სრულყოფილად იმუშაოს, ამისათვის საჭირო აუცილებელია შეიქმნას დონეთა სხვაობა, ანუ დაწნევა. ყოველი მეტროს სიმაღლეს დონეთა სხვაობას დანადგარსა და წყლის სიმაღლეს შორის, რაც არის ახლა ამ მილით მიცემული, შეუძლია აწიოს ყოველმა მეტრმა 20-25 მეტრის სიმაღლის ზემოთ. ვერტიკალურად ზევით გეომეტრიული სიმაღლე. მოხმარებაში არის უმარტივესი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს ნებისმიერი ადამიანი.
ამას არ ჭირდება არავითარი ძლიერი სპეციალისტი, არც საშიშია, ეკოლოგიურად უსუფთავესია, იმიტომ რომ საწვავსაბოხ მასალებს არ მოიხმარს, თევზისთვის და ფლორისთვის არანადგურებს არაფერს, არ სპობს არაფერს, ეს არის არაჩვეულებრივი დანადგარი. მორწყვისათვისაც სათევზე მეურნეობაშიც გამოიყენება, რა თქმა უნდა, სათევზე მეურნეობაში, მშენებლობაში, წარმოებაში, ირიგაციის საკითხებში და მილიონ სხვადასხვა საკითხებში, სადაც წყალია საჭირო. სადაც არ არის თქვა საშუალება მივიყვანოთ ელექტროენერგია, ან ვწვათ იმდენი დიზელი რამდენიც ხარსაც ვერ აუდის მერე გლეხობა და მომხმარებელი, ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ 100 მილიმეტრიანი მკვებავი მილით და 200-იანით, 300-იანით, 400-იანი და 500-იანი. მინიმალური 100-იანით შეიძლება 160 ტონა წყალი ავხაჩოთ დღე-ღამეში და 600 ტონამდე 6000 ტონამდე წყალი შეიძლება 500-იანით აიქაჩოს. 100 მილიმეტრიანი მკვებავი მილზე აი ეს დანადგარი ჯდება 1800 ლარი. 200-იანი 200 მილიმეტრიანი მკვებავი მილი სადღაც 2500 ლარი, შეიძლება ცოტა მეტი და 300-იანი მკვებავი მილით ჯდება 3500-3800 ლარი. აი ეს არის მაგისი ღირებულება. 20 წელიწადი სანამ არ დაიჟანგება და არ გამოვა წყალი გვერდანებიდან, მანამდე იმუშავებს. მედია იოსებ ნარჩემაშვილს გამოეხმაურებიან ისევე როგორც კვერცხის მწარმოებლებს, რომელთა პრობლემებზეც წინა გადაცემაში გიყვებოდით. მათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუკავშირდა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. შეგახსენებთ, პრობლემას უხარისხო იაფი იმპორტი და მაღალი გადასახადები ქმნის, რამაც ინდუსტრია დახურვის პირას მიიყვანა. გაშუქებების შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენც აქტიურად თანამშრომლობთ. ხდება ყველანაირი ღონის მიღება იმისთვის, რომ ჩვენ და ასე ვთქვათ, მეზობელი რეგიონის ქვეყნები თანაბარ კონკურენტულ უნარიან პირობებში ვიყოთ, რაც ასევე გამოიღებს, რა თქმა უნდა, შედეგს, იმიტომ შესაბამისი დადგენილება სოფლის მეურნეობამ უკვე მოამზადა და მზად არის. მუშაობთ ვტოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იურისტებთან, რომ ანალოგიური დაბეგვრის რეჟიმი შემოვიღოთ ჩვენც, რა დაბეგვის რეჟიმიც აქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტურად მომხმარებელი არც კითხულობდა, კვერცხი ქართული იყო თუ იმპორტული, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად გქონდა ეს ბაზარი გადაფარული და არანაირი იმპორტული კვერცხი არ შემოდიოდა და აი თქვენს მიერ გაშუქების შემდეგ ხალხმა უკვე დაიწყო კონკრეტულად ქართული კვერცხის მოთხოვნა. შევა თუ არა ქართული კვერცხი რუსეთში, ხილთან და ბოსნიელთან ერთად ამის გასარკვევად მოსკოვში სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ შევა, მაგრამ როდის არ იცის, რადგან უამრავი ხელშეკრულების დადება და პროცედურის შემუშავება იქნება საჭირო. ქართული მხარე კი მაინც ოპტიმისტურ განწყობაზეა, რატომ რეკლამის შემდეგ შეიტყობთ. აგრეთვე შეიტყობთ, რას ფიქრობს თავად მწარმოებელი ფერმერები რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ. როგორია მათი განწყობა? სულ არ გვაინტერესებს პოლიტიკა ან ვინ არის მთავრობაში, ჩვენ გვაინტერესებს კარგ ფასად გაიყიდოს ჩვენი ვაშლი და მსხალი, ამბობენ ისინი. დაგველოდით. Καλώς ბიზნეს კურიერს ამ კვირაში მედიის ყურადღების ერთი სამიზნე მოსკოვში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი იყო, უნდა გარკვეულიყო ღვინის გარდა თუ შემდეგ შეუშვებდა თუ არა რუსეთი ქართულ აგროპროდუქციასაც. აკაკი შეხვედრის შემდეგ როსსელხოზნაძორმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაბრუნების პროცესს დაჭირდება უამრავი ხელშეკრულების გაფორმება და პროცედურების შეთანხმება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა გაურკვეველ მომავალში. ქართული დელეგაცია კი მეტი ოპტიმიზმით იყო გამსჭვალული. რატომ ახლა ზურაბ ჩეკურიშვილი სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი თავად გვეტყვის, თუმცა მოდით მანამდე ვნახოთ როგორია თავად მწარმოებლის, ანუ ფერმერების მოლოდინი. ჩემზე თქმის ახლა იმედი შეხურებს მომავალს. გელახანიშვილის იმედი იმ ვაშლის ბაღს უკავშირდება, რომელიც მამაპაპისეულ სოფელში ცოტა ხნის წინ გააშენა. ამიტმა თუ ხელი არ შეუშალა, ფერმერი წელს 60 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება. მოწეული დოვლათის ძირითადი ნაწილის რეალიზაციას ის რუსეთის ბაზარზე გეგმავს. რუსული ბაზრის გასწნის შემთხვევაში ჩემი პროდუქციის 70-80% რეალიზებული იქნება რუსულ ბაზარზე. ეს რეალობაა. და უფრო მეტსაც მეტი შეიძლება ვთქვა, რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ დეფიციტს ქართულ ბაზარზე.
მე გამოფიქრობ, რომ ის რაოდენობა ვაშლის, რომელიც იწარმოება, მთლიანად გაწოვილი იქნება რუსული ბაზრის მიერ. ფერმერის აზრით, რუსული ბაზარი არა მარტო ქართულ ხილს, არამედ ბოსტნეულსაც ელოდება. მაღალი ცნობადობა კი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია რუსეთის მოსახლეობაში, ქართული ხილბოსტნეულის რეალიზაციას მნიშვნელოვნად წაეხმარება. წინასწარი გათვლებით, რომელიც ფერმერმა რუსული ბაზრის შესწავლის შედეგად გააკეთა, კილოგრამი ხარისხიანი ვაშლი ადგილზე საშუალოდ $1.50 ეღირება. ეს იქნება ძალზე რეალური და მისაღები ფასი. ფერმერისთვის, რომელმაც ჰექტარზე უნდა მოიყვანოს 25-30 ტონა მინიმუმ ნორმალური ხარისხიანი ვაშლი და უნდა მიიღოს შემოსავალი 30-40 ლარი, ეს ნიშნავს, რომ ის ანაზღაურებს იმ წელიწადს, იმ ფართობზე გაწეულ ხარჯებს, ჰექტარზე ფერმერის მოგება მიაღწევს 5-დან 10.000 ლარამდე და ეს ნამდვილად უზრუნველყოფს ფლავწარმოებასაც და მის ინტერესს, რომ უფრო და უფრო განავითაროს ეს ბიზნესი. რუსული ბაზრის გახსნას ფერმერებთან ერთად გლეხებიც ელოდებიან. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს მათი ერთადერთი ხსნა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე დაბალი მოთხოვნის გამო მოწეული მოსავალი სახლში ულპებათ. გლეხის შრომას აზრი მიეცემა. აი ახლა ახალი მოსავალი უკეთ ეს უნდა დაითესოს ჩითილები, რომ ახალი მოსავალი მოვიყვანოთ. ძველი მიჭყვია სახში, აი რა გულით უნდა დავთესო და მოვიყვანო და ვიფიქრო წევანდელ წელზე, როცა სასანდელი მოსავალი მილპება სახში. ვაშლის სახშია, კომოსტო სახშია. ხალხს აქ სოფელში საქონელსაჭმელს ხალხი. ქართული ამის მткебს, უფრო მეტი სამუშაო იქნება, უფრო მეტი შედეგი იქნება, იმ შრომასაც შედეგი იქნება და სულ ყველაფერზე. ისე სხვანაირად არაფერი არ გამოვა, აგერ ხალხი წვალობს, მუშაობს. მოსავალს აიღებენ დაულებად ისე რასაც ქართული არის ძალიან ლაცაგური. რასაც ამოიღებენ, ისე მიწაში აბრუნებენ იმასა და აი ესე და მცირედი რაღაც მაყოფილების ბანკების მაყოფაზე არიან. მეტი არაფერი. რუსელი გლეხები ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციას საკუთარი ძალებით ცდილობენ, რადგანაც წელს მოსავალი წინა წლებისგან განსხვავებით აზერბაიჯანსა და უკრაინაში აღარ გაიყიდა. ამ ცდილობის მიუხედავად შემოსავალი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იღებენ, მიზერულია. წრეულ მოვიყვანე 50 ტონა მოვიყვანე. ორი ბიჭი მყავს, ჩვენ ავშრომოთ. ვერაფერი ვერ გავყიდე. 10-5 თეთრიღი. რაცასუკი დავაყარე, მოხნის იმისთვის კი ვერ ავიღეთ ხალხმა. პოლიტიკოსობა ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ხილი გაიყიდოს და ოჯახისთვის კონდეს რაღაცა შემოსავალი. რა თქმა უნდა, ორული სტუდენტის პატრონი ვარ, ეხლა მე რუსეთში წამაღებინ, ამას ხო ორმაგფასში გავყიდი და თავისთავად გადასახადსაც გადაუხდი იმ ჩემს შვილებს და უკეთესი ცხოვრება ახლა ვის მოწყენია. როგორც ხანიშვილი ამბობს, რუსული ბაზრის გახსნა საქართველოში ხეხილის ნარგავების ოდენობას გაზრდის, რაც მისი სოფლის მაგალითზე დღეისათვის თითქმის 7 ჯერ არის შემცირებული. და ბატონ ზურავი გვეტყვის, როგორია რეალური პერსპექტივა რუსეთის ბაზრის გახსნის, ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან, რაც პირველი ვიზიტისას გამოჩნდა. ერთი, რასაც ელოდნენ ფერმერების და მედიაც იყო ესეთი მოლოდინი, რომ აი როგორც ღვინის შემთხვევაში იყო, ინსპექტორები გამოიგზავნებოდა, მაგრამ რუსეთმა უარი გითხრა თქვა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ შეთავაზებაზე, რატომ? ეს კარგია თუ ცუდი? მოგესალმებით. იცით რა არის ჩვენ რო შევთავაზეთ ინსპექტირება როსელხნაძორის ანუ ჩვენ კოლეგებს დიახ ხელმძღვანელს მოადგილეს ხელმძღვანელმა ბატონმა დანკვერტმა თქვა რომ ჩვენ ცოტა სხვანაირი მიდგომები გვაქვს ვიდრე როსპატრებსაიულს თავარია ეს შემოსული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია აკმაყოფილებდეს ასე ვთქვათ არსებულ მათ ნორმატიულ ნორმებს დიახ ტექნიკურ რეგლამენტს და საკმარისია თუ თქვენ შეამოწმოთ და ითქვით ამას საკმარისია საკმარისია თუ იქნება აქ ადგილზე შემოწმებული შემდეგ რასაკვირველია მათ მიერ იქნება ჩატარებული მონიტორინგი ანუ ეს მოთხოვნები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მარტო საქართველოსთვის არ არის აუცილებელი ნებისმიერი ქვეყანა რომელსაც უნდა განახორციელოს იმპორტი რუსეთში უნდა ასე ვთქვათ დაექვემდებაროს შესაბამისობაში ანუ თუ ახლა ინსპექტორები არ ჩამოყვნენ ან არ ჩამოვლენ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაც საქმე შეფერდა რასაკვირველია ეს არ ნიშნავს თუმცა ესე მტკიცე უარიც არ ვთქვათ მაგრამ თავარი ეს არის ის რომ ვთქვათ იქ დასახელდა რომ უამრავი ხელშეკრულება გასაფორმებელი შესათანხმებელია პროცედურები როგორ მოხდება ან რა გზით მოხდება გადატვირთვა ეს არის თუ არა ასე ქმნის თუ არა განცდას თქვენში რომ ეს ბარიერებია რეალური რომელიც დროში ძალიან გაიწერება ეს ბარიერები კიდევ ერთხელ
ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ესეთი მოთხოვნები, ასეთ მოთხოვნებს რუსეთი უყენებს ნებისმიერ ქვეყანას. კეთილი და მაშინ აი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა პერიოდი შეიძლება დაჭირდეს ამ საკითხების მოგვარებას? იცით რა არის? აი მე ხლა ლოგიკურად დავალაგებ. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ ძირითად ასე ვთქვათ პროდუქციაზე, აი მსახიობების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს დასავლეთიდან თუ მოყვებით იგივე ციტრუსი, ეს თხილი, დაფნა, მწვანილი, შემდეგ ვაშლი, ხილი, ატამი, ვაშლატამა, იგივე შეიძლება საუბარი იყოს საზამთროზე, ნესუზე, ბოსტნეული თავისთავად. ანუ თითოეული ასე იგი სახეობის მიხედვით გარკვეული ტექნიკური რეგლამენტებია, რაზე უნდა იყოს ყურადღება მიქცეული, ლაბორატორიაში რაზე უნდა იყოს გამოკვლეული, ეს იქნება ნიტრატები, ეს იქნება მძიმე მეტალები, ეს იქნება პესტიციდები და ასე შემდეგ. და ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ ესე ჩვენი სამსახურის მიერ გაიცემა ის სერტიფიკატი, რომელიც იქნება სანდო. რიგითობა ესეთი იქნება, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ დროში. რიგითობა, ანუ როდის გვექნება ეს? ხო, აი როდის მოხდება ეტაპობრივად ამ რეგლამენტებზე ჩვენ სასწრაფოდ უკვე გუშინაც მუშაობდით, შესათანხმებელი იქნება ალბათ ერთობლივი სერტიფიკატი ქართულ-რუსული, როგორც ცხოველური წარმოშობის, ასევე მცენარეული წარმოშობის იმპორტისათვის და ექსპორტისათვის, ასევე და როგორც მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, აგროტექნიკური ღონისძიებები დაიწყო უკვე რა, რომელიც იქნება მზად, რიგითობით ალბათ უფრო მოსავალი რო გვექნება, სადღაც რომელი მოსავალი, რისი როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი. ციტრუსი უფრო გვიანი არის რა. თხილი უფრო ასწრებს. როდის ელოდებით თქვენ აი თქვენი ოპტიმისტური პროგნოზი როგორია? პირველი პარტია როდის შეიძლება რომ წავიდეს და რა იქნება? ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი არის პირველი ალბათ უფრო ბოსტნეული წავა, ხილი წავა შემოდგომიდან ალბათ. ანუ შემოდგომა. თხილიც შემოდგომიდან რეალურად, დაფნის ფოთოლიც. აი ჩვენ ახლა ნახეთ სიუჟეტში წვრილი მეწარმეც, სხვილი მეწარმეც, აი წვრილ მეწარმეც ორივეს აქვს თანაბარი მოლოდინი რომ რუსეთის ბაზარი გადაარჩენთ მათ, მაგრამ გამოცდილება აქვთ რომ აი ადრე თქვა ეს წვრილი ფერმერი მოიყვანდა სახლში რაღაც მოსავალს, ჩადებდა თავის მანქანაში, ან დაუტვირთავდა მეზობელს რამდენიმე ერთად და წაიღებდნენ, თქვა ორჯონიკიძის გავლით. ესეთივე სქემა შეიძლება რომ იყოს ამჯერად? ესეთი სქემა ალბათ კი არა ნამდვილად ვერ იქნება. რუსეთთან ურთიერთობების დაალაგება ამ მიმართულებით, ესე იგი შექმნის ყველანაირ ისეთ წინაპირობებს იმისთვის რომ ესე იგი შეიქმნას ქვეყანაში საკონსოლიდაციო ცენტრები, სამაცივე მეურნეობები, საკონსოლიდაციო ცენტრებს რას ვეძახით, სადაც მოხდება ბოსტნეულის და ხილის ასე ვთქვათ შეკრება, მისი დახარისხება, მისი დაფასოება, ცალკე ნორმატიული აქტებით რეგულირდება თუ რა სახის შესაფუთი მასალა უნდა იყოს, როგორ რანაირად, ამას ზუსტად ეს ცენტრები გააკეთებენ. ანუ პერსპექტივაში აი ესეთ სამაცივრო და თქვენ ფიქრობთ რომ შემოდგომამდე ეს რეალისტურია? ეს რეალისტურია. დიახ და ის ბოსტნეულიც რეალისტურია, ასე ვთქვათ, ერთწლიანი კულტურები. დაველოდოთ შემოდგომას, დავთვალოთ შემდეგ წიწილები. რეკლამის შემდეგ კი როდის აღდგება დაპირებული სამართალი ბიზნესი წართმული ქონების დაბრუნებას ითხოვს. პროკურატორში ათასობით საჩივარია შესული, ჯერ კი მხოლოდ ერთის ქართულ ბანკის საქმის გამოძიება დაასრულა პროკურატურამ, რომელიც გახმაურდა. რატო? ბიზნეს ომბუდსმენი კი მიიჩნევს, რომ დაგროვებული საქმეებში გარკვევა პროკურატურასაც გაუჭირდება და სასამართლოსაც და საომალოდ პრობლემის გადაწყვეტას კერძო არბიტრაჟებში ხედავს, თუმცა ეს დღეს არ მუშაობს. დაგველოდეთ. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს, ქართული ოცნების ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება სამართლის აღდგენა იყო და არც თუ გასაკვირად არჩევნების შემდგომ პირველივე კვირაში უამრავი საჩივარი შევიდა პროკურატურაში ბიზნესის წართმევისა თუ არასწორად დაჯარიმების შესახებ. თუმცა აკაკი მას შემდეგ 6 თვე გავიდა და ერთადერთი საჩივარი, რომელიც ცნობილია, რომ პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუს საქმეა. სხვებს კი მოთმინება ელევათ და იმედგაცრუებულნი არიან, მათ შორის ბენზინგასამართურების ქსელი მაგნატის და პირიმზის სავაჭრო ცენტრის ყოფილი მფლობელები. გამოძიება მიმდინარეობს საფინანსო პოლიციაში, რაც შეეხება ავტოგასამართის სადგურების საკითხთან დაკავშირებით. არის პროკურატურაში საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. დღეს უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ არც კმაყოფილი არა ვარ რა, რომ შედეგი ახლა
ამ ახალი ხელისუფლების პერიოდში, ამ დროის განმავლობაში რაღაც კონკრეტული შედეგი უნდა ყოფილიყო. ხო და ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია მიმართულება, ჩემი დაზარალებულად ცნობის საკითხი და გაურკვევლობაში ვარ რა. როდის რა იქნება? ბიზნესმენისთვის, რომელმაც უკანონოდ დაგარგა და უშუალოდ ჩამორსას უკანონოდ ყურებლის ქონებას ხელყვეს უკანონოდ, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს კეზერაშვილი, ჩაინაცვლება სამშკუაშვილი თუ პეტრიაშვილი. ფაქტობრივად ის ითხოვს მხოლოდ რეალურ რეაგირებას. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ ხელისუფლებას, რათა უკეთესი ბიზნეს გარემო შექმნისკენ იყო იმედები. დღეს როგორც ვხედავ, ეს იმედები არც ისე უნდა იყოს, როგორც შეპირებები იყო და ფაქტობრივად შესაძლოა ადგილი კონდეს ბოლის გამოშვებას მხოლოდ მოსახლეობის ამომრჩევლების წინაშე. რას პასუხობს პროკურატურა ათასობით მომჩივანს, როდის ან რა ფორმით უნდა ელოდონ ისინი დაპირებული სამართლის აღდგენას, ამ კითხვით ახლა მთავარი პროკურატურიდან კახა წერეთელს მიმართავ. მოგესალმებით ბატონო კახა. მოდით მივყვეთ თარმინდევრულად საკითხს. თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ დროისთვის რამდენი ბიზნეს საჩივარი, ასე რომ თუ დავარქვნოთ, არის შემოსული მთავარ პროკურატურაში? თუ ვიგულისხმებთ საჩივრებს, რომლებიც ეხება ქონების წართმევის ფაქტებს, ეს არის ასეულობით საჩივარი შემოსული და ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე არის დაწყებული გამოძიება. თუმცა თავიდან საუბარი იყო, რომ კვირაში შემოდიოდა 100-200 საჩივარი ბიზნესიდან. საბოლოოდ 100 მიიღებთ თუ აი თქო საბოლოოდ არ ასეულობით ეს არის. საუბარი 1000 აღემატება ყველა შემთხვევაში ძალიან ბევრი ესეც საჩივარი. თუმცა ითქვა თავიდან, რომ იყო ითქვა 20-35,000 ეს არარეალური ციფრებია? თუ მე სწორი ინფორმაცია მაქვს, ბოლოს როდესაც შევაჯამეთ, იყო 16,000 საჩივარზე საუბარი, თუმცა ეს ციფრი გაზრდილი იქნება, ვინაიდან საჩივრების შემოსვლა გრძელდება. ანუ 16,000 საჩივარია შემოსული. დიახ. და მათგან აი ბიზნესის წართმევაზეა რამდენიმე ასეული, ასე თქვით, ხო? საინტერესო რამდენია თქვა ქონებრივ დავაზე, იმიტომ რომ აქ შეიძლება არ იყოს მარტო ბიზნესის წართმევაზე, არამედ მის კუთვნილ ქონებაზე, ან ქონებრივი დავით თუ არის დათვლილი რამდენი ესეც საჩივარი. ძალიან ბევრი საჩივარი არ არის მხოლოდ ქონებაზე, აქ არის უკანონოდ გასამართლებაზე, უკანონოდ პასუხისგებაში მიცემაზე და მომიჯნავე შეიძლება იყოს ქონების წართმევის საკითხები. ამიტომ ესე ცალკე გამოყოფილი რამდენი ეხება მხოლოდ ქონებას და რამდენი ერწყმის სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, ნუ ეს 1000 აღემატება ნამდვილად ძალიან ბევრი. და ამ ფონზე თქვა და ესეთი მასშტაბური შემოდინების ფონზე ჩვენ ხედავთ, რაც გახმაურდა, რომელიც ერთადერთი საქმე, რომელიც მივიდა ბოლომდე, ეს არის ბანკი ქართულ საქმე. რატომ? აი რატომ შეირჩა ეს საქმე, რომ თქვა შემდეგ ყოფილიყო სალაპარაკოდ, რომ ეს იყო რაღაც მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს არის ერთადერთი საქმე, რომელიც მივიდა ბოლომდე. რაც გახმაურდა მე არის იგივე გახმაურებული საქმეები, თუნდაც იმედის საქმე ქონებასთან დაკავშირებით, არის რიყესთან დაკავშირებული საქმეები, იყო კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემული, მაგალითად კახეთში კუდის თანამშრომლები მანქანის წართმევის ფაქტებთან დაკავშირებით, რაბათის ციხესთან დაკავშირებით, იყო კონკრეტული საქმეები და ეს საქმეები კიდევ წამოიწევს ბევრი. ნუ აი ჩამოთვლთაგან უმეტესობა მაინც აი საარჩევნო პოლიტიკურად სარჩულის მქონე თემებია და აი ეს კერძო თემები, რომელიც არ უკავშირდება რაღაც კონკრეტულ ხელისუფალს ან საარჩევნოდ არ იყო გახმაურებული, აი ესეთ თემები, რომელიც ათასობით არ როგორც თქვენ ეს არის სწორედ კერძო თემები, ახლა იგივე მერწმუნეთი მანქანების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და რაბათთან დაკავშირებით, ახლა არანაირი შეხება მას პოლიტიკასთან. ანუ ეს თქვა და კებოთილი მანქანის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ეს საქმე ბოლომდე არის მიყვანილი თუ აი თქვა არის პირები პასუხისგებაში მიცემული და საქმეები გაგზავნილია. მანქანები დაიბრუნეს? როგორ არიცით, ეს არის დაბრუნდება ეს მანქანები, თუმცა აქ არის პროცესუალური პრობლემები. რიგ შემთხვევებში განაჩენები, რომლის საფუძველზეც მოხდა ქონების ჩამორთმევა, არის ძალაში. ჩვენ არ გვინდა მიმართოთ უკანონო ხერხებს და გადაუხვიოთ კანონის მოთხოვნებს. ანუ თქვენი თქვათ საქმის გახსნა, ასე რომ თქვათ და სასჯელის დაკისრება არ გულისხმობს იმ განაჩენის გაუქმებას, არა? საბოლოო ჯამში ის განაჩენები უნდა გაუქმდეს და ამისათვის იუსტიციის სამინისტროში მომზადებულია კანონპროექტი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იქ მოხდება სწორედ შესწავლა მსგავსი საჩივრების და შემდეგ განაჩენების გადასინჯვა. ანუ მე როგორც ხვდები, ეს საკმაოდ გაწელილი დროში პროექტია, პროცესია იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოძიება დაასრულეთ, აღსრულებას, რასაც ქვია თქვა სამართლის აღდგენას, ეს მანქანა დაბრუნდეს თუ ქონება, კიდევ ჭირდება ამ კომისიის შექმნა, იმის გადახედვა, გაუქმება იმ წინა გადაწყვეტილების და შემდეგ კიდე სასამართლო პროცესი. სახელზე გვაქვს განაჩენით ამოღებული ქონება, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, თუ არის განაჩენს მიღმა ქონების ამოღება, ქონების წართმევა, ესეთ შემთხვევაში ამას არ ჭირდება განაჩენის გადასინჯვა და დიახ, ამ შემთხვევაში
შემთხვევაში მიდის გამოძიება დამოუკიდებლად. ასეთ შემთხვევა გვაქვს, ვთქვათ, რომელიც უკვე მივიდა, ვთქვათ, ლოგიკურ დასასრულამდე. დასასრულამდე სასამართლო განაჩენამდე მისული არ გვაქვს, თუმცა ძალიან მალე იქნება უკვე. ანუ ყველა შემთხვევაში სასამართლომდე მიდის დასასრულამდე, თუ დანაშაულზეა საუბარი, რა თქმა უნდა. აჰა. და ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ აი ამდენი საჩივარია როგორია თქვენი გამტარობა, ასე რომ ვთქვათ, რამდენი საქმე შეგიძლიათ პროკურატურაში ერთდროულად გამოიძიოთ? ან ეხლა ამ წუთას წარმოებაში რამდენი საქმე ერთდროულად? საკმაოდ რთული შეკითხვა თქვენ არის დასვით, ბუნებრივია. საერთო ჯამში საქართველოში დღეს არის 450-მდე პროკურორი და რომელსაც შეუძლია აწიოს ერთდროულად რამდენი საქმე, ვთქვათ, რამდენი საქმე შეიძლება საქმეს გააჩნიეს მარტივად ვერ გიპასუხებ. შეიძლება ერთ საქმეს დაჭირდეს 20 პროკურორის რესურსი, შეიძლება ერთმა პროკურორმა აწიოს 10 და 20 საქმე, ამიტომ ესე მიჭირს. აი ამ ბოლო დროს გაიჟღერა, ვთქვათ, იდეამ, რომ აი ასეთ სიტუაციაში, როგორცაც ჩვენ ახლა საუბრობთ, კარგი იქნება თუ არბიტრაჟები ჩაერთვებიან აი ამ საქმეების განხილვაში, არა? და ეხლა რაღაც პროექტზეა საუბარი, რომ შეიძლება ეს კერძო არბიტრაჟებმა შეუმსუბუქოს პროკურატურას საქმე. მოდით მოусმინოთ ამ თემაზე, რას ფიქრობს ბიზნეს ომბუდსმენი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ამ საქმეების, რომლის იურიდიული სტატუსი შეესაბამება იმ სამართლებრივ მდევრს, რომელსაც ჩვენ მუშაობთ დღეს არბიტრაჟის დონეზე, ვერ გადაწყდება, რაც შეეხება არბიტრაჟის თემას. დღესაც არსებობენ, ასე ვთქვათ, არბიტრაჟული ინსტრუმენტები, დღესაც არსებობს საქართველოში, მაგრამ ისინი არ მუშაობენ. ეფექტურად არ მუშაობენ. არბიტრაჟის თემასთან დაკავშირებით მთავარია, რომ არ შეიქმნას ასეთი არაჯანმრთელი კონკურენცია, სახი არ მიიღოს ჯიბის არბიტრაჟების. ანუ ბიზნეს ომბუდსმენი ამბობს, რომ აქაც არის საფრთხე, იმიტომ რომ თუ კერძო არბიტრაჟებს გადააწვას, თქვა, ტვირთი, იქ შეიძლება ჯიბის არბიტრაჟები შეიქმნას და ასევე მოხდეს არასამართლიანად საქმეების განხილვა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სისხლის სამართლის საქმეებს ალბათ ისინი მაინც ვერ განიხილავენ. არა, რა თქმა უნდა, დანაშაული იქნება აუცილებლად პროკურატურის გამოსაძიებელი, თუმცა თუ ქონებრივი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები აქტიურად იმუშავებს, მათ შორის არბიტრაჟების და მათ შორის თორ მხარეებს შორის მორიგებას თუ იქნება, ბუნებრივია იყო ეს ინიციატივა გაჟღერებული და ჩვენც ამას მივესალმებით. თუმცა ეს არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენაზე, ის მაინც გამოსაძიებელი. არის თუ არა რაიმე მექანიზმი, ან იქნება უკან ნახოთ თქვენ მათ ვინც ელის თქვათ აი სამართლის აღდგენას, რომ აი თავისი საჩივრის განხილვა დააჩქაროს. აი რა შეუძლია მას გააკეთოს, თუ კი საერთოდ რამე შეუძლია. ერთადერთი რისი რჩევა შემიძლია ამ შემთხვევაში ბუნებრივი არის ის, რომ საჩივრები უნდა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული და თუ კი რაიმე მტკიცებულების მოპოვება შეუძლია თავად მხარეს, იქნება ეს დაუშვათ მოწმეთა განმარტებები, იქნება ეს რეესტრიდან ამონაწილეები. ანუ რომ დაგეხმაროთ პროცესში. რა თქმა უნდა, რაც უფრო მომზადებული შემოვა მასალა, მით უფრო მეტი მით უფრო ნაკლები დრო დაჭირდება მასზე რეაგირებას. და მაშინ უფრო სწრაფად განიხილება. რა თქმა უნდა. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კერძო დეტექტივის ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის შესაბამისად, მან ხო თავის თვითონ ვერ გამოიძიებს ალბათ. ჩვენებებს ვერ შეეკრებს და ასე შემდეგ. მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში მოპოვება საბუთების ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომია და მხარეს შეუძლია ამის გაკეთება და ძალიან ბევრი ესეთი დასაბუთებული საჩივრებით შემოსული. ამიტომ ერთი რაც შემიძლია მოუწოდო დამცველს მიმართონ დახმარებისთვის საწყის ეტაპზე, რომელიც კვალიფიციურად ორგანიზებას გაუგებია. კეთილი და ბოლოს გითხავთ, აი თუ არის რაღაც შეფასებითი დათქმა, თქვათ, პროკურატურაში, რომ აი ჩვენ ყველა ამ საქმეს რაც შემოსული და ალბათ დასრულდა საჩივრები, დავძლევთ აი რაღაც პერიოდში. აი არის ესეთი ნიშნული და დათქმული. ჩვენ ვცნობთ, რომ ეს პერიოდი არ შეიძლება იყოს უსაშველოდ დიდი. და ის განცდა რაც არის, რომ დროზე უნდა აღდგეს, შეიძლება ჩვენ პასუხი არ მოგთხოვონ დაუშვათ ამ ქონების უშუალოდ დაბრუნებასთან და ქონებრივი უფლების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ის რომ შესაბამისი პირები მიზანაშაული ჩაიდინათ და უნდა დადგინდეს და სამართლებრივი შეფასება მიეცეს სწორი, აქ ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვგზნობთ და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე. ერთ წელიწადში. კეთილი, დიდი მადლობა. და ბოლოს ერთი სიახლე ტემპერატურის მატებასთან ერთად, არაპოლიტიკური ტემპერატურის, ბარამბომ ნაყინის რიგი განაახლა და სრულიად ახალი პროდუქტი სამარხო ნაყინიც გამოუშვა. ის შესაძლოა უკვე იხილეთ კიდეც დაღზე, მაგრამ ალბათ მაინც დაგაინტერესებთ იმის ნახვა თუ სად და როგორ მზადდება. გემო მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენთა გამოხატული მან ვანილი. ახალი პროდუქტების შექმნაზე კომპანია ბარამბოში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ. ნაყინი, რომელსაც მთავარი ტექნოლოგი თავის გუნდთან ერთად აგემოვნებს, ორი კატეგორიის მომხმარებლისთვის უნდა დამზადდეს: ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც მარხულობს. ამ პროდუქტების წარმოება კომპანიამ ბაზრის კვლევის შედეგად გადაწყვეტა. გაფართოვდა ნაყინის წარმოება, კერძოდ დაემატა სამარხო ნაყინი, სეზონი, ფორთოხლის და ალუბლის არომატით. ასევე სიახლე გვაქვს საბავშვო მიმართულებით,
უმაღლესი ხარისხის რძესა და კარაქზე დამზადებული საბავშვო ნაყინი ბარამბინო ჭიქით. ვიდრე საბავშვო ნაყინის ბარამბინოს საბოლოო გემოვნურ თვისებებზე შეთანხმდებოდნენ, ეს ნაწარმი უამრავ ბავშვს გაასინჯეს და არჩევანიც მათი სურვილისამებრ კარამელისა და ვანილის არომატებზე შეაჩერეს. ეს არის რძეზე დაფუძნებული, ძის პროდუქცია დაფუძნებული ნაყინის ხაზი გრძელდება. არის სრულად ბუნებრივი მაღალი ხარისხის ნაღების კარაქზე და რძეზე. რაც შეეხება ფორმას, თქვენ ხედავთ, რომ არის ძალიან ჩვენი აზრით მოხერხებული, იმიტომ რომ ყველა წლოვანების ბავშვმა მოხერხებულად უნდა მოკიდოს მას ხელი. სამარხო ნაყინის რეცეპტის შედგენისას ძირითადად ორი რამ გაითვალისწინეს. ის განსხვავებული უნდა ყოფილიყო ბაზარზე უკვე არსებული ანალოგიური პროდუქციისგან და ადგილობრივი ნედლეულით უნდა დაემზადებინათ. დღესდღეობით არსებული ბაზარზე ეს იყო ასეთი მიმართულება, რომელსაც თქვენ გაყინული წვენები. და ვისაც უყიდია, ალბათ იგრძნობს, რომ უნდა რომ ცოტა ჩაკბიჩოს და ამ დროს ხრაშუნობს კრისტალები წყლის წილი, რომელიც არის მასში. აქ არის, რა თქმა უნდა, ტენი, მაგრამ ის არ ხრაშუნობს, ის არის როგორც კრემი. სამარხო ნაყინის წარმოებისათვის საჭირო ალუბლისა და ფორთოხლის ხილფაფებს ბარაბოს ქართლში მდებარე საწარმოში უმზადებენ. ჩვენი დაკვეთით ამზადებენ ამ ხილფაფებს. ბუნებრივი ნედლეულისგან, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ნაყინებს. ამ შემთხვევაში არის ციტრუსი და მეორეს მხრივ ალუბალი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება შოკოლადის გემოში. კომპანიამ ნაყინის წარმოება 2 წლის წინ დაიწყო. მაშინ 20-მდე სახეობის ნაყინს ამზადებდნენ. დღეისათვის კი ეს ციფრი გაორმაგებულია. შემოდგომაზე ბარამბოში სიახლეებს საკონდიტრო მიმართულებითაც გეგმავენ. და დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი არ დაევიწყოთ, გვეწვიეთ Facebook-ზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის. კარგ ბრძანდება.